შემოსავლების სამსახური გადასახადების გადამხდელებს მიმართავს, როგორც განცხადებაში აღნიშნული, მიმდინარე წლის 31 მარტი 2025 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, ამასთან მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და გადასახადის სავარაუდო თარიღია. საწარმო ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და გადახდის სავარაუდო თარიღი კი 1 აპრილი იქნება. მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები, ასევე მოქალაქეები, რომლებიც დასაქმებულები არიან დიპლომატიურ დაწესებულებში, არიან საქართველოს მოქალაქეები და არ დაუკავდათ გადახდის წყაროსთან გადასახადი, თავისუფალ ინდუსტრიული ზონის საწარმოებში დასაქმებული ფიზიკური პირები, რომლებსაც ასევე გადახდის წყაროსთან არ დაუკავდათ გადასახადი, ასევე ფიზიკური პირები, რომლებსაც მიღებული აქვს პასიური შემოსავლები, მაგალითად იჯარიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც ასევე გადახდის წყაროსთან არ დაკავებულა 2025 წელს, ყველა ამ კატეგორიას აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ბოლო და 31 მარტის ჩათვლით. 31 მარტი არის ასევე სავადო თარიღი იურიდიულ პირთათვის, ძირითადად ეს არის საფინანსო სექტორი, რომლებიც წარმოადგენენ წლიურ მოგების გადასახადს, რომლებიც მოგების გადასახადს იხდიან არა განაწილებული მოგებიდან, არამედ ტრადიციული ეგრეთ წოდებული შემოსავლებისა და ხარჯების სხვაობიდან გამომდინარე.